ართულით რომ პროვოკაცია მოვაწყვეთ, მეორე მხარე ძალიან აგრესიული იყო. აცხადებს კახეთის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი რუსულენოვანი ქალი. მასთან ინტერვიუ პრორუსმა მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა, რომელმაც გუშინ ტურისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ფინანსური დახმარებაც შესთავაზა. კასაოცარია მთელი ახალი თაობა უბრალოდ რუსულენოვანი მოსახლეობის სიძულვილში გაზარდეს, ამბობს ინციდენტში მონაწილე ტურისტების მეგობარი მიმართვაში და მომხდარის გამო დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. ელავში ქორწილის მონაწილე მომღერლის ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. მრელაშვილი მომხდართან დაკავშირებით ორჯერ გამოიკითხა. უწყების მტკიცებით მომღერალმა განყოფილებაში დარჩენა აღარ ისურვა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატების თქმით, მრელაშვილი შენობას ტოვებდა ფრაზით, რომ ჩვენების შეცვლას არ აპირებდა. რის შემდეგაც დააკავეს. მრელაშვილმა განყოფილება გვიან ღამით დატოვა. გვიან ღამით მოსკოვის რეგიონს თავს 400-ზე მეტი დრონი დაესხა. უკრაინამ რუსეთში პოდოლსკის ნავთობბაზა და იქვე არსებული ვალდბერის ლოგისტიკური ჰაბი, დომოდედოვოში კი ინდუსტრიული საწყობი დაბომბა. ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია, ფინალში მათ არგენტინა 1-0 დაამარცხეს. ისტორიაში მეორე გამარჯვება ესპანეთს ფერან ტორესის გოლმა მოუტანა. ესპანელებმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში 106 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოახერხეს. მსოფლიო ჩემპიონატის თასი ესპანეთის ნაკრებს დონალდ ტრამპმა გადასცა.